ისინი, ვინც ირანის კოლაფს მხოლოდ სანქციებს აბრალებენ, ფაქტობრივად რეპრესიული რეჟიმის ლობისტებად გოვლინებიან. კიდევ უფრო საშიშია პოზიცია, რომელიც სახალხო პროტესტს CIA-ის ოპერაციად ნათლავს. ორგანული სახალხო პროტესტის დაყვანა უცხოურ სპეცოპერაციამდე ეს არის პრივილეგირებული პოზიცია. ეს არის დასავლელი მემარცხენეების კოლონიური მზერა, რომლებიც მზად არიან გაწირო მთელი ერი თავიანთი იდეოლოგიური სიწმინდის შესანარჩუნებლად. როცა ისინი უარს ამბობენ სოლიდარობაზე, ისინი ვერ ხედავენ მარტივ ჭეშმარიტებას. ირანში სისტემურად ჩაგრავენ ქალებს, ქვიარ ადამიანებს, მუშებს, მასწავლებლებს და ეკოაქტივისტებს. მათი ბრძოლა ნამდვილია და ის არ არის დაწერილი ვაშინგტონში ან ბრიუსელში. რატომ უნდა მივაწეროთ ირანელი ხალხის ჯანყი ნეთანიაჰუს ან ტრამპს? განა შეიძლება მივატოვოთ მთელი ერის ბრძოლა, ჩვენი მსგავსი ადამიანები და მათი ოჯახები მხოლოდ იმიტომ, რომ გეოპოლიტიკა არსებობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა ან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სცადონ ამით სარგებლობა. ირანელები იბრძვიან ათწლეულებია, გაფიცვებით, აჯანყებებით, ციხეებით, წამებით და სიკვდილით. ეს ბრძოლა არ დაწყებულა უცხოელი აქტორებით. ის არ ეკუთვნით მათ და ის არც მათით დასრულდება. ეს არის ლამის 50 წლიანი წინააღმდეგობის ისტორია.